ივლისში შესრულდა 4 წელი, მას შემდეგ რაც სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო გაყალბებების მსხვერპლად აღიარების შესახებ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, რომ დევნა ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა და ხორციელდება ამერიკის დირიჟორობით, შევარდნაძე სააკაშვილის შესრულებით და ივანიშვილის ფინანსებით. დღესაც მოწინააღმდეგენი იგივენია. ამერიკას აღიზიანებს ჩვენი ბრძოლა არაკოლონიური თავისუფალი საქართველოსათვის, რათა ნატოს ომებში არ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები. ჩვენ სასამართლოს ამ ისტორიულ გადაწყვეტილების საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რათა უნივერსალურმა ორგანიზაციამ მაინც აღკვეთოს ჩვენი პარტიის 20 წლიანი დევნა ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან. დიახ, აქ არც ერთი სიტყვა გადაჭარბებული არ არის, მეგობრებო. ამერიკის შეერთებული შტატებია თამადა და დირიჟორი საქართველოს თავს დამწყდარი ყველა უბედურებისა და პირველ რიგში იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უკვე 15 წელია მინიმუმ აღარ ტარდება და არჩევნების შედეგები წინასწარ იწერება სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, NDI-ში, IRA-ში, ამერიკის საელჩოში. და ჩვენ ლეიბორისტული პარტია ვართ ჭეშმარიტი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პარტია პოლიტიკური ძალა იმის გამო, რომ არ გემონება, არ გემორჩილება ებრძვის კოლონიალიზმს, არ უნდა რომ მისი შვილები იხოცებოდნენ ერაყისა და ავღანეთისა თუ სხვა ნატოს საბრძოლო პოლიგონებზე, როგორ შეიძლება ის დევნო აწამო ამ სიტყვის სრული გაგებით, დისკრიმინაცია მოუწყო, პარლამენტში არ შეუშვა, არჩევნები გაუყალბო, რევოლუცია მოუწყო, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს და ყველაფერი უკადრებელი იკადრო. ეს ჩვენ გადაგვხვდა ყველაფერი. დავიწყოთ 1993 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გაყალბებას სათავეში ედგა ამერიკის მაშინდელი ელჩი თბილისში ბატონი იალოვეცი და რომლის გაყალბების უშუალო შემსრულებლები იყვნენ ყბადაღებული და ცნობილი NDI და IRA. სხვათა შორის IRA-ის მაშინ ხელმძღვანელობდა ბატონი შაშკინი. გადავიდეთ 2002 წელზე, როდესაც მე მომიგზავნა თეთრმა სახლმა, მაშინ ბუში იყო პრეზიდენტი, ბატონი ზურაბ ჟვანია, წინადადებით გავერთიანებულიყავი ჟვანიასთან და სააკაშვილთან, რის შემდეგაც ვაშინგტონი ჩვენ მოგვიყვანდა ხელისუფლებაში და წაიყვანდა ედუარდ შევარდნაძეს. ეს წინადადება გადმომცემ ბატონმა ჟვანიამ, ახლა საიდუმლო რაღაცებს გეუბნებით, 6 მაისს 2002 წლისა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი. პასუხი მდგომარეობდა მასში, რომ არანაირი ხელისუფლებაში მოსვლა ლეიბორისტული პარტიის სააკაშვილის და ჟვანიასთან არ შეიძლება მომხდარიყო, რადგან პოლიტიკა არ შეიცვლებოდა, ხალხისთვის სასიკეთო არაფერი მოხდებოდა და მე ჩვენ ვაგებდით ქვეყანასთან პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ამ პასუხმა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეები, ისინი, ვინც ჩვენ მიმართულებაზე მუშაობდა, აღარ დაგიმალავთ, ეს იყო ბრაიზა, ბარანი, ფრიდი და სხვები, უაღრესად გააღიზიანა და როდესაც დაინახეს ვაშინგტონელმა ბატონებმა, რომ არჩევნების გზით ვერ მოგვერეოდნენ ლეიბორისტულ პარტიას, დაიწყეს გაყალბებული რეიტინგების შედგენა 2003 წელს. ამ რეიტინგებს ისევ ადგენდნენ IRA, NDI, გელაპი, გორბი და ეს გაყალბებული რეიტინგების რო აღარ გამოდგა მათი საშველი და მაინც სააკაშვილს ჰქონდა სამარცხვინო პროცენტი 2003 წლის სექტემბერში 7%-ზე იჯდა და შიშით ვერ ჩაეწერა პირველ ნომრად სიაში, გახსოვთ, დავითაშვილი ჩაწერა კობა. რევოლუციაზე წავიდა ვაშინგტონი. გაითამაშეს რევოლუციის სცენარი და ასაცხონებელმა ედუარდ შევარდნაძემ, როგორც თვითონ ბრძანა, ლანგრით მიართვა ძალაუფლება მიხეილ სააკაშვილს და პროამერიკულ ბანდას. ამის შემდეგ განაწყენებული ამერიკის შეერთებული შტატები და დაბოღმილი წავიდა უკიდურეს ნაბიჯებზე და თინა ხიდაშელის სარჩელით უზენაეს სასამართლოს ლეიბორისტული პარტია დაათხოვნინა პარლამენტიდან
27 ნოემბერს 2003 წლის. პირდაპირ. დაგვითხოვეს, რომ ბოდიშიც არ მოუხდიათ. სამაგეროდ როგორც გახსოვთ, დატოვეს მთელი შევარდნაძის მაჟორიტარები, ვიტალია ხაზარაძე, ყველა, ვისაც ლანძღავდნენ და ებრძოდნენ ვითომ. 2004 წელი დგება, დაინიშნა ახალი არჩევნები, პარტიული არჩევნები. მოდის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მრჩეველი, საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი, ჩემთან, აი აქ ამ ოფისში, თებერვლის თვია და მაძლევს წინადადებას, თუ გინდათ პარლამენტში შეგიშვათ, გაიერთიანეთ სოციალისტები ვახტანგ რჩეულიშვილის. რაზედაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო კატეგორიული უარი. რადგანაც ჩვენ რომ გაგვეერთიანებინა ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტები, დღეს დექსუსის გადაგდებული 6,000 მონაბრე აი იქ იდგებოდა სავსებით სამართლიანად. ეჭვი ხო არ გეპარებათ? 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებზე განრისხებულმა შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვა ლეიბორისტული პარტია ისევ პარლამენტში. 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნები. მინიმუმ 25%-იან ლეიბორისტულ პარტიას NDI და IRA და ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუტებმა დაუწერეს 7 და რაღაცა, ხო, როგორც გახსოვს. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფილებმა უარი უთქვით გადამოგდებულ ნაწყალობელ მანდატებზე და პარლამენტში არ შევედით. დღეს მეგობრებო, ისევ ის გრძელდება ჩემმა მასწავლებელმა იცოდა, როცა მივიდოდით 1 სექტემბერს სკოლაში და იგივენი ვიყავით, რა თქმა უნდა, რაც წინა წელს. ისევ ის პეტრე ხარ, ისევ ის პავლე ხარ, ისევ ის ტყავი გაქვს წამოსხმული და დაგვარტყავდა სამკუთხედ დიდ სახაზავს. ზუსტად იგივე პეტრენი, იგივე პავლენი, იგივე ტყავი აქვს წამოსხმული, იგივე შევარდნაძე, იგივე სააკაშვილი, იგივე ივანიშვილი, იგივე NDI, იგივე IRA, იგივე ურსხვი ვაშინგტონი აკეთებს იგივეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ და მე თქვენ გიცხადებთ, რომ ძმას ამოგასხმევინებთ ცხვირებიდან ყველას. და როგორ ამოსხმენებთ ძმას და რა ოდენობით, ამას ძალიან მალე ნახავენ. გამოჩევდით რადიკალური ბრძოლის მეთოდები. თქვენ აქ იწერიათ თქვენ განცხადებაში, რომ გადადიხართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. რაღაცა სტრატეგიას იცვლით თუ ეს როგორ გავიგოთ? სტრატეგიას არ ვიცვლით, ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს არა ქართველი ხალხი, არა თუნდაც შევარდნაძიან, სააკაშვილიან, ივანიშვილიან, ათელაშვილი. საქართველოში არჩევნებს ატარებს ამერიკელი მაიკლი ან ძიაძიას სემი. როგორც მას უნდა და როგორც მას წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის დამონება და მართვა, ისეთ პოლიტიკურ ძალებს არჩევს პარლამენტში სამოღვაწეოდ, რათა ყველაფერს დაუკრან ტაში. ბახო ჯეიჰანის ნავთობსადენი გაივლის, ბახო ჯეიჰანის ნავთობსადენიდან კაპიკი არ შემოვა ბიუჯეტში და გაჭირებულ ხალხთან არ შემოვა. დენის ტარიფი იქნება 18 ჯერ მეტი ვიდრე ის ღირს, იმიტომ რომ აქ ინვესტორების და მსოფლიო ბანკის ინტერესებია. საჭიროა ახალგაზრდების დახოცვა. რატომ უნდა დაიხოცოს? მოკვდეს ამერიკელი ახალგაზრდა, დაგერარი ერი, რომელიც შეიძლება გამოიყენო ყველანაირად. გაუშვი ავღანეთში და ისინი აი ფანცულად დაიღუპა გუშინ კიდევ. და აცხადებს თავდაცვის სამინისტრო, რომ დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო აიღებს თავის თავზეო. მეგობრებო, ამერიკელი ჯარისკაცი რო იღუპება, $400,000 ეძლევა მის ოჯახს. ესე იგი გამოდის, რომ არც მკვდარს აქვს ჩვენსას ფასი და არც სოციალს მით უმეტეს არ აქვს ფასი. ეს არის ყველაფერი შეერთებული შტატების კოლონიური პოლიტიკა, რომლის მიზანია საქართველოს დაიცალოს ქართველებისგან, დაიცალოს ხალხისგან. ეს განაცხადა სწორედ 20-იან წლებში არსაცხონებელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დიზრაელმა და განცხადება მდგომარეობდა შემდეგში, რომ საქართველოში ჩვენ გვაინტერესებს ბაქო ბათუმის ნავთობსადენი. იქ მცხოვრებ ტომებს თუნდაც დაუჭამეთ ერთმანეთს. მაშინ ხო გადიოდა ბაქო და ბათუმში ნავთობსადენი როჩილდების. აი ზუსტად ის პოლიტიკაა დღეს ამერიკის. მათ აინტერესებთ საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, ირანის წინააღმდეგ, შუა აზიის წინააღმდეგ, ჩინეთის წინააღმდეგ. მათ აინტერესებთ საქართველო როგორც გამტარი ნავთობისა და გაზის ასე ვთქვათ იაფი მარშრუტით ჯეიჰანზე და ბათუმზე და მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი. მათ აინტერესებთ აი მათი პოლიტიკის მონაშემსრულებელი ვინ იქნება და ვინ შეუქმნის სასაცმლო პირობებს ამერიკელ ბანდიტებს. კულუარებში საუბრობენ, რომ თქვენ წინა საარჩევნო ემზადებით დიდი აქციისთვის, არის თუ არა ეს მართლა? და შესაბამისად, მე მინდა თქვენი შეკითხვა ლოგიკურად დავამთავრო. ამერიკას შეიძლება
ასე ვთქვათ, დაახევინოს უკან სოფლიო უნივერსალურმა ორგანიზაციამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. სხვა ყველა ფეხქვეშა ყავს მოგდებული. ამიტომ ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გენერალურ ასამბლეაზე, დეკოლონიზაციის კომიტეტში, უშიშროების საბჭოში ვეცდებით მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნათ შეერთებული შტატების კოლონიურ მთავრობას. მაქსიმალური სიამოვნება მივაყენოთ. მოდით ჩვენ აქციებისათვის არ მარტო ვემზადებით, არამედ აქციები ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკაში მოსulis დღიდან და ყველაზე დიდი აქციები და სპორტ სასახლეების გადაჭედვა და გადმოჭედვა ეს იყო ჩვენი გაკეთებული, მე მოგბაძეს როგორც შევიათ პოსტულატებსაც ვყარავენ და ტაქტიკურ ორგანიზაციულ ღონისძიებებსაც, ასევე ჩვენ აქციები დავიწყეთ 7 ნოემბერს დაუმორჩილებლობის მოძრაობა თქვენ ყველას გახსოვთ ჩვენთან ერთად იდექით იმ ყინვაში, იმ თოლში, იმ ქარში და ვაგრძელებდით ამას მთელი გაზაფხული, მთელი ზამთარი, მთელი შემოდგომა და ივანიშვილი კრიმინალი ოლიგარქი გამწარებული იბრძოდა ამ აქციების წინააღმდეგ და ხალხს მოუწოდებდა რომ ეხლა ქუჩაში გასვლა თურმე არის სააკაშვილის შეკვეთის შესრულება. როდესაც სეზონი აქციების დამთავრდა, მერე დაუძახა ქუჩაში ხალხს 27 მაისიდან და დაშალა 1 საათში. დაშალა 1 საათში. იმიტომ რომ შეთანხმებული იყო სააკაშვილთანაც, მერაბიშვილთანაც და ამერიკელებთანაც, რომ ეს აქცია დისკომფორტს არ შეუქმნიდა ხელისუფლებას და მათ საერთო ამერიკელ პატრონებს. ანუ ჩვენ აქციები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, აქციები ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, მაგრამ ეს აქციები იქნება გაუყიდავი, სუფთა, ალალი, ეროვნული და ის არ იქნება შეთანხმებული ამერიკის საელჩოსთან, სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და რაც თავარი აქციაზე ხალხი მოდის და მოვა არა ფულადი და ინტერესებით, არამედ მოვა იდეით და გულით.